მოდი ვთქვათ რა, ვიღაცა შეიძლება ეს ძალიან ეწყინოს, მაგრამ ხვიჩა არის ფეხბურთელი, როგორც შეიძლება იყოს, ჩვეულებრივი ფეხბურთელი ესე ვთქვათ, ხო? ანუ ძალიან მინდა რომ ხვიჩასთან და ზურიკოსთან ერთად ბათუმის დინამო ჯგუფში შევიდეს, მაგრამ მე არა ვარ ილუზიების მიმდევარი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ხვიჩა არის რაღაცა ფენომენალური ფეხბურთელი, რომელსაც მარტო შეუძლია საქართველოს ჩემპიონატი რაიმე ტურნირი ჭრიმა. აიაქს უთხრა უარი. ეს ნაპოლი იყო ტყუილი, ნაპოლის მე არ ვიცი ხვიჩას წარმომადგენლები ვინ არიან, ვიდრე ნეაპოლიტანის ქუჩებში სახეზე ცნობენ რომ მედიამ ამაზე წეროს და გარდა იმისა, რომ ნაპოლის პრესატაშე მესამბავი უარყო ქართული მედია მაინც ჯიუტად დგას და ლაპარაკობს ამაზე, რომ ვაჩვენ ვითარიო სამწუხაროა რომ ამ თემით სპეკულირება მიდის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ. მალხას ასათიანი ჩაგვერთო, ჩვენ ასევე მე თუ მკითხავ ხვიჩაზე ბევრად ნიჭიერი იმ პერიოდში ფეხბურთელი და ჩემთვის არც ერთი გუნდი არ შესთავაზებს პირობითად ხვიჩას იმ პირობებს, ვერც ერთ ევროპულ საშუალო თუ გრანდში ვერ გაყიდის ხვიჩას მესვეული, ხვიჩას იმ ფასად როგორც დავუშვათ ზენიტში. რა თქმა უნდა. ეს არის 2x2 4. ამაზე უნდა შევთანხმდეთ. იმიტომ შავი ფული არა აქვს.